11 მომხრე ორი წინააღმდეგი BBC-ს ფილმთან დაკავშირებით პარტია გახარია საქართველოსთვის საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. კენჭისყრამდე დადგენილების პროექტი დეპუტატებს გიგა ფარულავამ წარუდგინა. მისი თქმით, BBC-ს ჟურნალისტური გამოძიებით დასტურდება, რომ გასულ წელს აქციების დაშლის დროს კანონდარღვევები იყო და ადგილი ჰქონდა შესაძლო დანაშაულს. მისივე განცხადებით, საზოგადოებაში დღეს არსებულ ყველა კითხვას პასუხი საგამოძიებო კომისიის ფორმატში უნდა გაეცეს. ფრაქცია საქართველოსთვის ბრალდებებს ხელმათა დარბაზში ქართული ოცნების მხრიდან უკმაყოფილება და ხმაური მოხდა. მმართველი გუნდის შეფასებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებამ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა და BBC-ს სიცრუეში ამხილა. იმის გათვალისწინებით, რომ სავარაუდო დარღვევები შესაძლოა ჩადენილია სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა მიერ, არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, რომ შიდა გამოძიება ამ პროკურატურის მიერ წარმოებული მოქმედება არ იყოს ეფექტური, ობიექტური და მიუკერძობელი გამოძიების საწარმოებლად. სწორედ ამ საზოგადოებრივი აღქმების და ობიექტური რეალობით ნაკარნახევი დეფიციტის შევსებას ემსახურება საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმის ამოქმედება. სუსმა განაცხადა გამოძიების შედეგად, რომ ქიმიური ნივთიერება ნამდვილად იყო გარეული წყალში, თუმცა აკრძალულია ნებისმიერი ტიპის ქიმიური ნივთიერების წყალთან შერევა, იმიტომ ქვია წყლის ჭავლი, რომ ის უნდა იყოს ძალიან ხანმოკლე რეაქციის მქონე შემაკავებელი ბერკეტი. მე ახლა აქ ვლაპარაკობ როგორც თქვენი კოლეგა და როგორც დაზარალებული. მე დამიზიანდა მხედველობა, მე მივიღე დამემართა ქიმიური კონდუქტივიტი და მას შემდეგ მაქვს პრობლემა ჯანმრთელობაზე და ამას ვერავინ აზღაურებ. შევძლებ ამ კომისიის საქმიანობის შედეგად თუნდაც ნაწილობრივ ჩემი უფლების აღდგენას, იმ უფლების, რომელიც სახელმწიფომ შემილახა. აქციის მონაწილე კი არა, თქვენი ლიდერიანა, თქვენი პარტია არის ქვეყნის წინააღმდეგ დივერსიაში მონაწილე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც დაწყებული რევოლუციის მოწყობიდან, შემდგომში წერილების წერით ევროსაბჭოში და ევროპარლამენტში, შემდგომში იმით რა ქვია, აი ამ ფარსით, რომელსაც აქ რაღაც ალტერნატიული სამყარო გაქვთ შექმნილი და თქვენივე იგონებთ რაღაცა კითხვებს და თქვენ თვითონ სცემთ ამ კითხვებს პასუხს. აი ამ დივერსიაში მონაწილეობთ. დაზიანება მივიღეო მხედველობისო. მე რაღაც კომისია აქამდე მივგემართა შესაბამის უწყებისთვის და შესაბამისი დაზარალებულად გცნობ და შემდეგ თუ ამას დაადასტურებდი ეს რა იმის მასკარადია. ცდილობთ ეხლა რომ ის რაც ჩვენს ქვეყანას დააბრალეს, რაც ჩვენს ხელისუფლებას როგორც ტრამპის ადმინისტრაცია ჩივის და მილიარდობით ითხოვს ანალოგიური გზა გავიაროთ. რომელ საზოგადოებისთვის დადგით ეს კარდებალეტი არ ვიცი, ალბათ პრო გახარიულ საზოგადოებისთვის არის დადგმული ეს სცენა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მე თქვენგან უფრო მეტს ველოდებოდი, ვიდრე გააკეთეთ. ნახეთ, როდენის პოზაში ან მკაცრი სახით საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენება ხელში პასტით კი არ უნდა გავდეს დღევანდელ თქვენ გამოსვლა, თავჩაქინდრული უნდა იდგეთ თქვენ გუნდთან ერთად და ბოდიშს უხდიდეთ საზოგადოებას ის რაც გააკეთეთ თქვენი ლიდერიანად რუსთაველზე პარლამენტის წინ. გახარია რომ არ ყოფილიყო 20 ივნისს. ბევრი თქვენგანი შეიძლება დღეს ნაციონალური მოძრაობის მანდატით ყოფილიყო წარმოდგენილი ამ პარლამენტში. დიახ, სწორედ გახარიამ გადაარჩინა 20 ივნისს ეს პარლამენტი შტურმისაგან. ბოდიში თუ ვინმესა აქვს მოსახდელი, ეს არის თქვენი გუნდი, რომელიც 1 წლის განმავლობაში ძალადობდა მშვიდობიან მოქალაქეებზე, რომელსაც პირველ რიგში თავად თქვენ განაცხადეთ, რომ გადაუხვიეთ ევროინტეგრაციის გზას, აჩერებდით ევროინტეგრაციის გზას, რამაც გამოიწვია საზოგადოების ობიექტური და მშვიდობიანი პროტესტი. ამის შემდეგ ნიღბიანები მიუსიეთ, ქუჩაში ცემეთ, ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში კისერი უგრიხეთ და დღეს ჩვენ გთხოვთ ბოდიშის მოხდას, ხო? ბედობაა დღეს და ჩვენს ეგრეთ წოდებულ კოლეგებს გილოცავთ დაგებედათ მინიმუმ 1 წლით კიდევ ერთხელ ნაცმოძრაობის ნარატივში სიარული და მათი შეკვეთების და მესეჯბოქსების გამოტანა აქ პარლამენტში. რაც შეეხება ამ თქვენ კლოუნადას, რომელიც დადგით აქ ტრიბუნიდან პირდაპირ პოლიტიკურ გამოსვლას, თქვენი შექმნილი საგამოძიებო კომისია არ გაიშვა, უბრალოდ ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი. შეგიძლიათ თუნდაც მენეჯერი აიყვანოთ და სხვადასხვა დაკვეთები, არა მხოლოდ გახარიისგან და ნაცმოძრაობისგან, არის კიდე სხვადასხვა ჯგუფები, რომელიც აფილირებულია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და შეგიძლიათ გაახვევანოთ ხოლმე და რაღაც გარკვეული ანაზღაურება შეგიძლიათ აიღოთ აი ამ კლოუნადების დადგმაში აქ.